გამარჯობა ჩემო ძვირფასო YouTube გამომწერებო. მე მინდა ვისაუბრო გლობალიზაციაზე და მე მინდა ვისაუბრო ანტიქრისტეს ბეჭედის შესახებ, რომლის მოვლენა, რომლის დღევანდელი გლობალიზაცია განათებები, ლაზერი და ასე შემდეგ. ხო, რაც შეეხება შუბლზე და მარჯვენა ხელზე, რომ მარჯვენა ხელი იყოს დაკნინებული, რომ პირჯვრის გადაწერა არ შესლოს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, ძვირფასო ჩემო YouTube გამომწერებო და ჩემო მაყურებლებო, ვგონებდა აი ეს გლობალიზაცია და განვითარება, რასაც კიდევ ერთხელ აი იმისკენ გავყავართ, რომ ჩვენ მივიღოთ ბეჭედი, იგი ანტიქრისტესი და დაყვანვისეთ მას. ეს არის, როდესაც ქუჩაში პატივს სცემ აი იმ კერპებს, რაც არის აი მაგალითად შუქნიშნები, როდესაც ჩვენ ახალ სამყაროში, ახალ ცხოვრებაში ჩვენ უფრო და უფრო წმუდებით იმაში, რომ რაც მეტად განვითარებულია ინფრასტრუქტურა, მით მეტად აღარ არის საჭირო ღმერთი, აღარ არის საჭირო ღმერთი და რა საჭიროა, როდესაც ყოვლის მომცველი, ყოვლის ფუნქცია და ყველაფერი შიგნით როდესაც აქვს და სრული კომფორტი არის. მაგალითად, ავიღოთ მანქანა ტესლა, რომელიც არის ყველანაირად განვითარებული და მას ასევე აქვს ავტოპილოტის ფუნქცია. ხო, ავტოპილოტის ფუნქცია კი როგორც ასეთი კარგია, მაგრამ მართლმადიდებლური ქრისტიანობა და უარყოფა იმისა, რაც ჩვენ ეს მიუთითებს იმისკენ, რომ მანქანა ტესლაში არის ყველაფერი აბსოლუტურად და რა საჭიროა ღმერთი მასთან და ჯვარი გულზე და მანქანა ტესლაში არც ერთი ეკრანი და მასზე გამოსული, ხო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმასთვის, ხო, რაც შეეხება ჩვენ გადავიტანოთ თემა გლობალიზაციაზე და ინფრასტრუქტურულ ცივილიზაციის განვითარების პიკის მშენებლობაზე და ინდუსტრია განვითარება იმისკენ მოგვასწავლებს, რომ ახლოს კი არა უკვე კარს არის მომდგარი, კარზე აკაკუნებს და შემოგლეჯას ლამობს. ხო, ნამდვილად ეგრეა და თუ დაგაინტერესათ ჩემმა აი ამ YouTube movies აი ამ ვიდეოებმა, რაც ჩვენ დღეს აი ამის შესახებ საუბარი ზრიბასო YouTube გამომწერებო კიდევ ერთხელ მაყურებლებს მივმართავ, რომ გამოიწერეთ ჩემი არხი იმპერია 888